Odlot Entertainment-ი და Take Partnership-ი წარმოგიდგენთ ლექსი ალექსანდერის ფილმს. ამას ვიცხედავ, რომ ცოდნოდა ბარ მიცვაზე შეგხვდებოდით. ჩაფხუთ წამოვიღებდი. ძმაო, τότε ჰემი ჩრდილოეთითაა. თქვენ რა გზა აგებრათ? თუ გამოშტერდით? ისევ ისეთი მასხარა ხარ არა დონემ? მიდი შეუბერე, შენს ადგილას მაიორი ამდენს არ ილაპარაკებდა. ენის ტრიალს მუშტის ტრიალი ერჩივნა. იმიტომ რომ შენსავით ლაჩარი არ იყო. გესმის? რა ბრძანე? ლაჩარიო? ეგრე გონია? ხო. იცი რაც გეტყვი? გირჩევნიათ მატარებელში ჩაეყაროთ და აქედან მოუსვათ. რამე არ გაიჩალიჩოთ. იქნებ სწორედ ის გვაინტერესებს, რისი მაქნისები ხართ. გონია ამ ბოლო დროს ბევრი არაფერი შეგიძლიათ. საცოდავი ნაბიჭვრები ხართ. ეს კი მართლა უძრდელობაა. რა გაეწყობა თქვენი ცნობის მოყვარეობის დაკმაყოფილება მომიწევს? მიდი, გაბედე. წათი შენი. თქვა ჩვენი რა შეგიძლია, თქვენ ნაბიჭვრებო, თქვენი დედაც. წამოდი. გეუბნები, ლუისი არ გჭირდება. მისმინე. ლუისი მედოქს და კიშონს გაგიცვლი. მე ამ საქმიდან გავდივარ. იმიტომ რომ კიშონი ისევ ძველ მწვრთნელთან ბრუნდება. ისევ პარსელსთან ითამაშებს, მაგათ ვერავინ დაამარცხებს. ეს ორივე ვიცით. სხვათა შორის წელს უკეთ თამაშობს. მაგარი ჩაწოდება აქვს. კარგი რა. გასაგებია. მოდი მე დაგირეკავ. კარგი? რაღაც საქმე მაქვს. მე დაგირეკავ. ბაგნერ. გონი $10,000 ცუდი გარიგება არ უნდა იყოს. ჩვენ არაფერზე გავრიგებულ ვართ, ჯერემი. ისმინე. მაგრად გაები. ყური მიგდე, მე ჩემი ოჯახის რეპუტაცია უნდა დავიცვა. იცი, წარმოუდგენელია ვან ჰოლდენი ჰარვარდიდან გარიცხონ. ეს უკვე ნამეტანია. ბაგნერ. კარგი რა. ვიცი რომ მამა ჩემს მეორე ვადიდაც აირჩევენ. სწავლას მორჩები და აუცილებლად დაგეხმარები. გვათლობ. ნამდვილად გადამარჩინე.
ეს კარლ ბაკნერის ბინაა. ამჟამად ქაბულში ვიმყოფები და ჩემთან დაკავშირება შეუძლებელია. გთხოვთ შეტყობინება Times-ის ვაშინგტონის ბიუროს საზღვარგარეთის განყოფილებაში დამიტოვოთ. პირველი შესაძლებლობისთანავე დაგიკავშირდებით. დიდი მადლობა. როლებში ილაიჯა ვუდი, ჩარლი ჰანემი, კლერ ფორლანი, გრინ სტრიტელი ხულიგნები. მარკ უორენი, ლეო გრეგორი, მემედ ბაკნერი ვარ. გაზაფხულზე ჰარვარდიდან გამრიცხეს. დიპლომის აღებამდე 2 თვე მაკლდა. თუმცა წინ ისეთი გაკვეთილი მელოდა, რომელსაც ალბათ ჰარვარდში ვერასდროს მივიღებდი. ჯეფ ბელი, კირენ ბიუ, ჰენრი გუდმენი, კრისტოფერ ჰეირი, ტერენს ჯეი, როს მაკკოლი, ფრენსის პოპი, რეიბ სპელი. აღმასრულებელი პროდიუსერები: ლექსი ალექსანდერი, ბილ ალენი, ჯონ ფავრო. სადიპლომო ნამუშევარი: მედ ბაკნერი, ჰარვარდის კოლეჯი. სამსახური უკვე გაქვს? სასწრაფოდ დამიკავშირდი. კომპოზიტორი კრისტოფერ ფრენკი. ოპერატორი ალექსანდერ ბუნო. პროდიუსერები: ჯიჯი პრიცკერი, დებორა დელპრეტე, დონალდ ცუკერბანი. სცენარის ავტორები: დუჯი ბრიმსონი, ჯოშუა შელოვი და ლექსი ალექსანდერი. რეჟისორი ლექსი ალექსანდერი. ჰეი, ღმერთო ჩემო. როგორ მიხარია რომ მხედავ? მეც, აქ რა ხდება? ტერორისტების თავდასხმა იყო? ფეხბურთის შემდეგ ყოველთვის ასეა. გუშინ ტოტენჰემთან იყო თამაში. შენ სოკერის გულშემატკივარი ხარ? იმათან სიტყვა სოკერი არ წამოგწდეს. ვისთან? ბრიტანელებთან. ძიამეთ. გაიცანი. ბენი. როგორ მოგწონს? გამარჯობა პატარა კაცო. რა საყვარელია? ხო. შენი ნახვა ძალიან მიხარია, მაგრამ აქ რას აკეთებ? ვერ გამიგია მეტ. რატომ უნდა გამოერიცხე თუ არაფერი დაგიშავებია? ის ჯერემის კოკაინი იყო. ვიღაცამ საერთო საცხოვრებლის დაცვა გააფრთხილა. ჩვენი ოთახი გაჩხრიკეს. და კოკაინი ჩემს ნივთებში იპოვეს. როგორც ჩანს, წამალს ჩემს კარადაში ინახავდა. მართლა? ხო, მართლა. ხომ იცი, ჩემთან შეგიძლია ყველაფერი თქვა. ჩემი არ იყო. სადე დაგემტკიცებინა რომ შენი არ იყო? მეტ. ხომ სადე? მისმინე, შენი მტიფს არ იცნობ. ის ვან ჰოლდენია. მაინც ვერაფერს დავამტკიცებდი. მამამ რა თქვა? შეტყობინება დატოვეთო. მომდევნო 57 წლის განმავლობაში სპილოზული სანაპიროზე ვიქნებიო. ამჯერად ქაბულშია. რა მნიშვნელობა აქვს? მართლა გეკითხები, რა გითხრა? არ მილაპარაკია. არაფერი იცის? იცი, შენს ადგილზე ალბათ მეც შენსავით მოვიქცეოდი.
მართლა? ალბათ როცა გაიგებს, რომ მისი ძვირფასი ვაჟი ჰარვარდიდან გარიცხეს, პირველივე ცარიელაუსში თავით გადახტება. არა, გმადლობ. სტივი მოვიდა. სალამი, პატარო. შენთვის სიურპრიზი მაქვს. საყვარელო სტუმარი ყავს. ეს ჩემი პატარა ძამიკოა. მეთი. გამარჯობა მეთ. როგორ ხარ? მიხარია რომ გაგიცანი. მე ძალიან მიხარია. როგორც იქნა ოკეანეს გადმოუფრინე. ხო. ეს ვინ არის? მოდი ჩემთან. როგორ მომენატრე ჩემო პატარა კაცო. მოდი ჩემთან. საყვარელო ჩაის არ დალევ? კარგი იქნებოდა. ჩაი? ხო, შეეჩვიე. მითხარი ხომ კარგი ვინმეა? მაგარი. მართლა გამიხარდა რომ ჩამოხვედი. მაგრამ საღამო უკვე დაგეკმილი მქონდა. ბავშვისთვის ძიძა გამოვიძახე. ჩიკაგოზე 2 ბილეთი მაქვს შეგვეთილი. ხომ არ გეწყინება ჩვენ რომ წავიდეთ? რა სიტყვი? ბაბადიე. ნეტა ვინ არის? რა გინდა? გამარჯობა მეგობარო. ღმერთო შენო, დღეს რა სხვანაირი ხარ? მორჩები. მეთ, ეს პიტია, სტივის ძმა. პიტ, ეს მეთია, ჩემი ძმა. სასიამოვნოა, ჩემთვისაც. ბენ. მე ვესტენდის ერთგული ვარ. სამუდამოდ ერთგული ვარ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კარგი გეყოფა. წავიყვან დავაძინებ. ნახვამდის, ბენ. კარგად, ბენ. ოჩახ. რა? ფეხბურთზე არ მიდიხარ? ფეხბურთზე მივდივარ, მაგრამ ისე მოხდა რომ გუშინ ბიჭებმა დავლიეთ. მე ერთმანეთს ავყევით და კომიცი. მოდი გამოვიცნო. საფულე დაკარგე. ხო, გასაღებიც დავკარგე. გარეთ ტაქსი მელოდება. ჩემი ძმა მაგარი ტიპია. ისე ლონდონში თავს როგორ ვწნო? კარგად გმადლობ. კარგად გმადლობ. ასე ნაკლები არ იყოს. არც იოცნებო. კარგი რა. მიდი, ლუც დავლევთ. ლუც დავლევთ და ისევ ლუც დავლევთ. მოკეტე. გეუბნები მოკეტე. ახლა ვეგეტყვი, რასაც გავაკეთებ. 100 მოგცემ. ოღონდ მეთიც შენთან ერთად წამოვა. კარგი რა დამცინი? ნუ სულელობ. ხომ იცი ამერიკას ფეხბურთზე ვერ წავიყვან. წაიყვან და თანაც ზედ გადაყვები. გასაგებია? წამოდი. წამოდი. მადლობ მეთ. ბევრი დრო არ გვაქვს. კარგად მომისმინე. ფული მაგას არ მიცე, კარგი? არავით არ შემთხვევაში. ლუდის დასალევად გეყოფათ. კარგი. მეთ. სად მიდიხარ? ბიტ სოკერის თამაშზე მივყვები. ახლა არ მოხვედი? ხო, მაგრამ მოგვიანებით ისევ მოვა. ხო, კარგი დრო გაატარეთ. არ მინდა პიტთან და იმ ქუჩის ბიჭებთან ერთად იაროს. ნუ ნერვიულობ. უკვე დიდი ბიჭია. საკუთარ თავს მიხედავს. მითხარი. რომელი ხელი გინდა? მარჯვენა? თქვენ მოიგეთ მთავარი პრიზი. როგორია? მითხარი, ხომ გიყვარ ვარ? ძალიან. ეგ არ გმარა. ისმინე მეგობარო. არ გეწყინოს, მაგრამ თამაში შენი წაყვანა არ შემიძლია. მოდი ასე მოვიქცეთ. გულის ნახევარი მომეცი. მე ფეხბურთზე წავა. შენ კიდევ ქალაქი დაათვალიერე. ნახე ტომი როგორ ცხოვრობს. ამერიკელები აქ ამისთვის ჩამოდიან. ტომი? ხო, ტომი. გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. გაიგე? ინგლისელებს გულისხმობ. ამერიკელებს ხომ ეძახიან ბიძიასემს. მოკლედ რაც გინდა ისქენი. ოღონდ ახლა ფული მომეცი. სტივს პირობა მივეცი. სტივი აქ არ არის. ასე არა? აქ მე ვარ. და სიმართლე გითხრა, შენს თამაში წაყვანას არ ვაპირებ. ფულს არ მოგცემ. მაშინ ძალით წარქმევა მომიწევს. მოთმინებას ნუ მაკარგვინებ. ფული მომეცი.
გასაგებია? Cops. პოლიცია. აბა მითხარი ახლა როგორ გზნობ თავს? Come on then. ჭუბი გინდა ამერიკელო? Serves you right. ასე მოგიხდება. რამე მაინც შეგეძლოს. Try that again. ერთი კიდევ ვცადე და ნაცლავებს დაგაყრევინებ. გასაგებია? ხო, გასაგებია. ნაცლავებს დამაყრევინებ. კარგი, ადექი. So, I'm guessing გეტყობა დიდი დამტყმელი არ უნდა იყო. fighter. დამტყმელი? ცხოვრებაში არ მიჩხუბია. You call that? ამას ჭხუბს ეძახი? Fuck it. ჯანდაბა. I will take you with me. წამოწაგიყვან. You might learn. იქნებ რამე გაგაგებინო. Soccer? სოკერის შესახებ? No, mate. არა ძმაკაც. Not about სოკერის შესახებ არა. And for თანაც fuck's კიდევ ამ sake, სოკერის stop სახელს მოეშვი. saying ფეხი soccer. გამოადგი. Come on, სწრაფად. hurry up. What are you talking რა თქვი? about? ბეისბოლი ქალების თამაშია? The Red Sox. ბურთს საათში 160 კილომეტრის სიჩქარით იცვლიან. 90 miles an hour. Who cares? დიდი ამბავი. All that means მაგას რა is მნიშვნელობა it's აქვს? faster. Come on. კარგი რა. Think about it. ეგრეა. I just don't. ამ ამერიკელების ვერაფერი What is გამიგია. it with you, America? რაღაც იდიოტურ ომებს იწყებთ, საქმეს აფუჭებთ და მე დასახმარებლად Then ჩვენ we have to გვეძახით. come save your ass again. დასახმარებლად გეძახით? Yes. ხო. And then თანაც კიდევ on ჩვენი top of ჯარის that, კაცების kill ნახევარს our თქვენ own ვეხოცავთ. soldiers and friendly ასე არ არის? fire. That's called an ეს შემთხვევით ხდება ხოლმე. მაგარი შემთხვევითობაა, ხო მიცი? მისმინე ძმაკაც. You all right, mate? ახლა ჩემს ბიჭებს შეხვდები. We're sort of თუ going არაფერს into my კითხავენ, business. ხმა არა მოიღო და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება. ამერიკელებზე მეტად აქ მარტო პოლიციელები და ჟურნალისტების წულთ. გასაგებია? What do you got against ჟურნალისტებს რას ერჩით? How long you got? როგორ გითხრა? The lying სულით fucking ყვებიან. scum will write anything. ყველაფერს წერენ, ოღონდ გაზეთი შეავსონ. I mean, not you, old man. პირადად მამა შენზე არ ვლაპარაკობ. შეიძლება ის გამონაკლისია. That's the point. These boys ამ don't ბიჭებმა know არ who იციან, I am. რომ მამა შენი If I was, ჟურნალისტია. I'd keep it that way. შენს ადგილზე რომ იყო, არც ვიტყოდი. What you hearing? კიდევ ერთი რაღაც. Stay, isn't it? რასაც აქ გაიგონებ, აქვე უნდა დარჩეს. Steve სტივთან ვილაპარაკებ დღე როგორ გაატარიან, ვინმის რა უთხრა. რაც სტადიონზე ხდება, სტადიონზე ვერ რჩება. გასაგებია? გასაგებია. კარგი, წავიდეთ. დღეს დიდი ფეხბურთია. All right, Pete. მოდი, პიტ. გამარჯობა, ბიჭებო. როგორ ხარ? კარგად. ხო, კარგად. როგორ ხარ, ძმაო? ბიჭებო. ეს მეთია, შენონიცმა. Ned. სასიამოვნოა. Piano, mate. დეივის ვილი. Hello, mate. გამარჯობა, მეგობარო. Ike. აიკი, The one with the dodgy ეს ტიპი კითია. სასიამოვნოა კით. წავალ დასალევს მოვიდა. დასალევს მე მოვიდა. ფულს მე ვიხდი. სულასია. ხო, სულასია. პოუერი სად არის? ტუალეტში წავიდა და მოკვდა. ეთყობა გუშინ რაღაც ჭამა. Right for about 50 და მოიწამლა. minutes. Like dodgy Ruby or something down a bed Albert. last night. Oh, look. შეხედეთ, შეხედეთ. როგორი დაბნეულია. Mary, mate, it means ისმინე. sorry. ზოგჯერ რასაც ჩვენ ვამბობთ, სიტყვა სიტყვით არ უნდა გაიგო. ხო, ვიცი. როგორც მაგალითად ტომი ინგლისელის მაგივრად. კიდევ შეიძლება თქვა წაკლა ბოზის მაგივრად. ღმერთო, სვილ, რა სიტყვებს ამბობ? ცუც. ბიზიასემი, ამერიკელის მაგივრად. მოხვედი ბო, როგორ ახარ? ეს მეთია, შენონიცმა. გამარჯობა. ნახეთ რა სიფათი შეკერა, მაგარი ვინმეა. Mate, he's ბო, ეს კაცი ჩემი ოჯახის წევრია. არა, არა, ამას არაფერი უშველის. ბოვი მაგარი ნაბიჯვარია, მაგრამ მაინც გვიყვარს. ტუტუთიც მასავით. მე ორი კათხალუდი მოიტანა რა. ახლავე, მიწის თხილით წამოაყოლე. კარგი. კარგი ბიჭი ხარ. ამას აქ რა უნდა? გონი დღეს საქმეზე უნდა გველაპარაკა, არა? ნონერვიულო ბო. ხელს არ შეგვიშლის. ისეთი სიტუაცია იყო, რომ უნდა წამომეყვანა. რაზბოდა? რამე უნდა მოიფიქრო. წარმოიდგინე საქმეზე მოვილაპარაკებ და მერე ჩვენი მეთაური ვეღარ წამოვა. იმიტომ რომ ვიღაც ნაბიჯვარ ამერიკელს კუჩში უნდა სდიოს. მართალს ამბობს, ვერ შევედავები. You let me work. მოდი ეს ჩემზე იყოს. კარგი ბიჭებო. As for the სხვათა შორის ეს ამერიკელი ძალიან მორიდებულია, თორემ ეთყოდათ რომ კარატეში ორი შავი თამარი აქვს მიღებული და ბევრი ტურნირიც აქვს მოგებული. in Carol. ყველასთვის გასაგებია? Look at the size. ისე გარეგნულად არ ეთყობა. არა, არა. მართლა, სისხლიანი კარატე არ გინახავს? ის ფილმი ამის ისტორიებზეა გადაღებული. მართლა? ხო. ხო, მართლა. გეუბნებით ასეა. სისულელია. სისულელია. რატო? იტყუები. 5 წუთია რაც აქ მოხვედი და უკვე იტყუები.
Hurry up. Yeah, it's now officially cockneyed. ახლა უკვე შენს ლონდონელი ხარ. ახალ ლონდონელს გაუმარჯოს. ყველა ლონდონელს გაუმარჯოს. ფეხბურთს გაუმარჯოს. ისმინე, მაშინ კარატეზე რაც თქვი, ყველაფერი ტყუილი იყო, არა? ასია? That's horse piss, right? არა, არა. No, mate. არა, ეშმაკმა წამიღოს. მართლა? ო, შენს მასწავლებელს რა ერქვა? Little chinkies. აზიელი პატარა მოხუცი. ის პატარა აზიელი გახსოვს? პირველ სერიაში, სამივე სერიაში, მეოთხე სერიაში რატომ აღარ იყო? გაიხსენე რა ჯანდაბა ერქვა? Yeah, but you weren't. შენი მასწავლებელი არ იყო? გაიხსენე. კიდევ ვერ გაიხსენე? გაიხსენე რა ერქვა? ერთი წუთით. უნდა გაიხსენო. თუ ვერ გაიხსენებ, You're mental, man. წადი რა. I mean, არა, არა. უნდა გაიხსენო. მიაგი. მართალია, მიაგი. მიაგი. მიაგი, მისტერ მიაგი. მისტერ მიაგი. მართლა არსებობდა. პროტოტიპი ყავდა. მართლა არსებობდა. ფული ბევრი გადაგიხადეს? რა თქმა უნდა, გადაუხდიდნენ. რა შეკითხვაა? imagine this. წარმოიდგინეთ. უბრალოდ წარმოიდგინეთ. კინოსთვის გამოგიყენე და ფული არ გადაგიხადო. გეუბნებით. ეს კინოა. კინოზე გეუბნებით. ეს კინოა, გესმით? This is real stuff that I'm talking about. Do you know what I mean? მისტერ მიაგის გაუმარჯოს. მისტერ მიაგის გაუმარჯოს. ეს ჩვენი სიმღერაა. მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს. ოცნების ლამაზ ბუშტებს. ისინი ფრენენ მაღლა. წვდებიან ლამაზ ღრუბლებს. ჩემი ოცნება ცაში მიყვება ლამაზ ბუშტებს. მიწაზე არ აქვს სახლი ჩემს ოცნებებს და ბუშტებს. GSC, GSC. ოჯახის წევრი ხარ არა? იცი რა? რადგან შენონიც მახარ. პიტ შენთვის პატივი უნდა ეცა. მაგრამ მოდი, პირდაპირ გეტყვი. აქ უცხო ხალხი არ გჭირდება. გასაგებია? What, mate? კარგად. Hey, Pete, look, I'm მისმინე პიტ. სახლში წავალ, რაღაც ცუდად ვარ. ალბათ აკლიმატიზაციის ბრალია. მორჩი რა, თამაში წამოხვალ. ხომ გინდოდა სოკერი გენახა? Look out, mate. ნახე მეგობარო. With the most watched. ახლა მთელი მსოფლიო ინგლისს უყურებს.
თავი დახარე. მაგარია არა? წამოდი. აქედან დაახვიეთ ნაბიჯურებო. მიდი. ნახე რა შვება. ნახე. ჯანდაბა. მიდით. არის. მიდით. გამოდით თქვენ პედერასტებო, გამოდით დედა უნდა გიტიროთ, მოდით თქვენ შავოღორებო, დამპალო ნაბიჯურებო. გამოდით. მოდით. შეხედეთ, წარმოუდგენელია. ბოუერი, იქ არის. მიდი ბოუერ. მაგათი დედაც, მიდი ბოუერ. თქვენი დედაც, გამოდით. აქ არის. ყოჩახ. მაგარი იყო ბოუერ. იმედია კარგად გაერთეთ. მოიცადეთ, ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა ბიჭებო. გავიგე ეს ნაბიჯურები რაღაცას აპირებენ. როგორ გაიგე? როგორც ყოველთვის. დამპალი ზანგები, ან წუთში მეტროში იკრიბებიან, ის თემზე. მაშინ დროზე უნდა წავიდეთ. არ მესმის რას ველოდებით. წავედით სწრაფად. წავედით. იქნებ მე სახლში წავსულიყავი. გზას გააგნებ? ლონდონ სტეიშენზე არა? ხო. თულად იყავი. მეტროში სისხლის მსმელი ბირმინჰემელები იქნებიან. არა უშავს თავს მიხედო. თუმერს გეფიცებით მართლა კარგი ძიძა იქნებოდა. ის თემსერიდე კარგი? თუ რამე საეჭვო შენიშნეს, ხომ ხარეს გადადი. ნუ ნერვიულობ. საღამოს გნახავ. წავედით. დაიჭირეთ. ბიჭებო, თქვენთან ჩუბი არ მინდა. ნაბიჯო არო ამერიკელო. GAC-სთან რა გესაქმება? GAC? არც კი ვიცი ეგ რა არის. სტუმარი ვარ. გასაგებია. მაშინ სუვენირი უნდა გაგატანოთ. შელსის ღიმილზე რამე გაგიგია? გთხოვთ, არ გინდათ. American Express არ მიიღებ? ადრე მაიორმა ბევრი ასეთი ღიმილი დაარიგა, როდესაც GAC მაგარი იყო. ისინი თავისიანებს მარტო არ ტოვებდნენ. არც ახლა ვტოვებთ. მიდი. ამა შეხედე. ნახე რას გარბის. ჩკარა დავეციეთ. წამოდი. მანქანას მოვიყვან. საჯანდაბაში წავიდა. არც ისე პატარაა. სადაიმალა. ამდენი უკვე აღარ შემიძლია.
Seriously, I ახლა ლუდს დავლევდი და ცოტას დაუძინებდი. ტრანსპორტიც მოვიდა. get it out of firm. დასვენება მინდა. Your mum. და ლევო არ გვაწყენდა ისე. Big finance day, right? Come on, lad. მოდით ბიჭებო, ისევ ები პაპში წავიდეთ. დღეს მიმიხდის. გაჩუმდით რა. დეივ, ცუდად ხომ არა ხარ? რო ნერვიულობ. კიდევ ბევრი შემიძლია. Gosh, sticks a man. Who was that? ეს ნახეთ, ვინა? ნა ბიჭრებო. შენი დედაც. მოდით, გელოდებით. მოდით. ყველას დედა უნდა გიტიროთ, ნაბიჭრებო. მოდით. მოდით აქ. აქედან წავიდეთ. რა? ბევრნი არიან. მერე რა? უკან არ უნდა დაიხიო. თუ ჩხუბი უნდათ, უნდა ვიჩხუბოთ. როგორ უნდა ვიჩხუბოთ? იმაზე იფიქრე, ვინ ძალიან გეჯავრება. დავიწყეთ. ადექი, შენ აბიჭვარო, ადექი. მოდით, თქვენ აბიჭრებო, მოდით. მოდით. ვიზე ფიქრობდი? მაგარი იყო ბოუერ, მაგარი. You are a fucking შენც კარგი გადარეული ხარ მე. მომწონხარ. fair play, son. There's plenty. ძალიან ბევრი შეშინდებოდა და გაიქცეოდა. შენ კი უკან არ დაგიხევია. ხოჭახ. Who was he then? მაინც ვინ იყო? ვინ? ვიზე ფიქრობდი, როდესაც ჩხუბობდი? ჯერემი ვან ჰოლდენზე. მაგის დედაც. კარგი, ორჩით ლაყავს საქმეზე ვილაპარაკოთ. ის პირველი დარტყმა, ხო? ცოტა არ იყოს ქალური იყო, რა? What? რა? ფედერასტული. Mason, Larry. უშტებს როგორ იქნევდი? წავიდეთ, რომ ჩაგვავლებენ. წავედით. წამოდით. He's got a მართალია, წავედით. Morning, sunshine. დილა მშვიდობისა მძინარა. How's you feel? როგორ ხარ? ყველაფერი მტკივა. English breakfast. ინგლისური საუზმე, ორმაგი ასპირინი და ყველაფერი გაგივლის. გამომართვე. გმადლობ. ამ ჟურნალისტების დედაც. Fucking jerk. ჯანდაბა. Look at this. შეხედე. West End. ვესტენდმა 3-0 მოიგო. ესენი კიდევ ქუჩაში გამართულ ჩხუბზე წერენ. კრეტინები. Bloody muck. შეხედე. So, what is რა არის? bollocks? ჩვეულებრივი ჟურნალისტული სისულელე. მაგას არ გეკითხები. JC რა არის? ჩუმად, არავინ გაიგონოს. ეს რა, რამე პოლიტიკური მოძრაობაა? No, mate. არაც მაგაც. Firm. ჩვენ ფირმა ვართ. You never heard of it. ამერიკაში არ იციან ფირმა რა არის? არა. კარგი. Every football. ევროპაში ყველა ფეხბურთის გუნდს თავისი ფირმა აქვს. ზოგს ორი ფირმა აქვს. ღმერთო ჩემო, სულ მოვიწყდება რომ ამერიკელები ასეთი შტერები ხართ. თქვენ სტადიონებზე ღრიანცელის მეც ვერაფერს ამჩნევთ. წამოდი. See, მოკლედ, West End football's moved West End დიდი არაფერი გუნდია. მაგრამ ჩვენი ფირმა მაგარია და ეს ყველა მიცის. JC ანუ Green Street-ის ელიტა. ჩვენი ფირმის სახელია. Arsenal-ი ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ ფირმა არ უარგა. Tottenham-ს არც თამაში უარგა და არც ფირმა. იმათი მეთაური ამას წინათ ტელეფონის ჯიხურის ფანჯარაში გავჭედე. What about Millwall? მილოულზე რა სიტყვი? Millwall. მილოულზე? Where to even? არც კი ვიცი რით დავიწყო. მოკლედ რომ თქვა, ჩვენ და მილოულს ერთმანეთი დასანახად გვეჯავრება. როგორც ჩვენთან იანკებს და Red Sox-ებს? არა, უფრო როგორც ებრაელებს და პალესტინელებს. მილოულში უკვე 10 წელია არ ვითამაშია. მათი მეთაური ტომი ჰეჩერია.
საშინელი ტიპია. ადრე მაიორის დროს მისი შვილი ჩხუბში მოკლეს. ამის მერე სულ გადაირია. ნამდვილი გიჟია. ნამდვილი გადარეული. მაიორი ვინ არის? მაიორი? ეს კიდევ ერთი ლეგენდაა. GS-ის მეთაური იყო, მაშინ მე პატარა ვიყავი. ისიც კარგი მხეცი იყო. ამბობენ, რომ მისი წასვლის შემდეგ ძალიან მოვისუსტეთ, მაგრამ დამიჯერე, ჩემი ბიჭები ძველ რეპუტაციას დაიბრუნებენ. ესე იგი ეს ფირმები სინამდვილეში ბანდებია. დაახლოებით. ისე მართალი გითხრათ, თქვენს ფორმიან ბანდიტებს მაინც ვერ შევეძლებთ. ქუჩაში ბავშვებს მანქანებიდან მაინც არ ვესვრით. შეიძლება ქუჩაში ვიჩხუბოთ და მორჩა. ჩვენთვის ეს სახელი საკითხია. სხვა ფირმაზე გამარჯვება, ან ისეთი რამის გაკეთება, რაზეც მერე სხვები ილაპარაკებენ. მაგალითად, როგორ იჩხუბა პირველად ამერიკელმა და თანაც ყველაზე მაგარ ბიჭებმა. გასაგებია? დაჯექი გოგონა. გმადლობ. არაფერს. პიტ, შენი დიდი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც შემდგს გააკეთე. ეგ რა სათქმელია. გუშინ შესანიშნავი დღე გქონდა. გავერთეთ, დავლიეთ, ფეხბურთს ვუყურეთ. ვიჩხუბეთ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრად მეტნი იყვნენ, მაინც მოვერიეთ. ცხოვრებაც ეს არის. ერთი ამას შეხედე. ნუ დაიწყებ რა. გითხარი, მხოლოდ ერთი რამე გითხარი. შარში არ უნდა გაგეხვია. გასაგებია? მე არაფერ შუაში ვარ. სახლში მოდიოდა და თავს დაეწყნენ. კიდევ დროზე მიუსტარით. ხო, რა თქმა უნდა. ესე იგი გმირი ხარ, არა? შენ საერთოდ რა იცი მე რას ვაკეთებ? იცი რას გეტყვი? მოდი შენ შენს ოჯახს მიხედე. მე ჩემს საქმეს მივხედავ, კარგი? ჩემს ოჯახს? მაინც რა გინდა? რა გინდა? გინდა დედა შენ სანახავად ციხეში დადიოდეს? თუ სასაფლაოზე გინდა მამის გვერდით ადგილი? ღმერთო ჩემო, მეც რა დაგემართა? შენონ კარგად ვარ. ვერ ხედავ ამ ოჯახს რას უშვები? მე ერთ შეშინებულ კაცს ხედავ. ასე ნუ მელაპარაკები, თავი დაანებე, ყველაფერი სხვანაირად იყო. შეწყვეტეთ. სტივ, აქედან მოშორდი, მოშორდი. წადი აქედან, წადი. ჩანდაბა. ძალიან წუხარ. არც ისე ჭკვიანურად მოიქეცი. მაგრამ მადლობელი ვარ. ლუდი არ გინდა? არა. კარგი რა. ერთ კათხა ლუდზეც არ მეპატიჟები? მე 6 ბურთს დავომიზნე და ნელა გააგორე. ნუ კარნახობ, თვითონ იცის. ღმერთო ჩემო, ცალ-ცალკე ვეღარ დადიხარ თუ რა ხდება? გეყო, ბოუ, რამდენჯერ უნდა თქვა? არა, მართლა მაინტერესებს. იქნებ ერთადაც გეძინათ. კარგი წყვილი კი იქნებოდით. ბოუ. უკვე დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ხომ იცი ძალიან გენდობი. მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ყველა ზღვარს გადადიხარ. თუ რამე პრობლემები გაქვს, ეს შენი პრობლემებია და არა ჩემი. მაგრამ თუ საქმის გარჩევა გინდა, გარეთ გავიდეთ. ლუდი ბიჭებო. წარმოუდგენელია რომ ამ ხელაგზა გამოიარა და ღამე დარჩენას არაპირებ. არ მინდა კიდევ აგირიო რამე. შენ ჩემთვის არაფერი აგირებია. შენ და სტივი კარგად ხართ? ხო, მშვენივრად. კარგია. აუცილებლად აგირეკავ. მეტ. ხო, ნუ წახვალ. სტივი ძალიან ნერვიულობს იმის გამო, რაც მოხდა და უნდა რომ ჩვენთან დარჩე. მეც მინდა, არ მინდა პიტთან იყო. მე კი მინდა რომ პიტთან ვიყო. ხომ იცი პიტი და მისი აცვენილი ძმაკაცები გამოსავალი არ არის. გამოსავალი? რა გამოსავალზე მელაპარაკები? უკვე 3 წელია გეხვეწები რომ ჩამოხვიდე და მინახულა. ჩემს ქორწილდაც კი არ ჩამოსულხარ.
ჩემს ქმარს არც იცნობ. შენი დიშვილი ხელშიც არ გჭერია. გუშინ პირველად მოხვედი და დღეს უკვე მიდიხარ. მაგას შენ მეუბნები? დედა რომ გარდაიცვალა სხვა ქვეყანაში შენ არ გაიქეცი? აპატიე. ჩამოდი ხოლმე. ხო, აუცილებლად. ჯერემი ვან ჰოლდენი? რასაშინელებაა? ეს რომ ჩემთვის ექნა, ფეხებით დავკიდებდი და 9 ტყავს გავაძრობდი. როგორც ჩანს ამ ჰარვარდელებს შეუძლიათ ძილში ყელიც კი გამოგჭრან. რა სწავლობდი სანამ ის ტიპი ჩაგიშვებდა? ისტორიას. ისტორიას? მე ისტორიას ვასწავლი. შენ ასწავლი? ხო. ლაწილაკებს. ისტორიას და ფიზკულტურას. რა იყო? გეგონა GAC ძალიან დიდ ფულს მიხდის? მე საკმაოდ ჭკვიანი ვარ ძმაკაც. ეს პატიოსანი ფულია. ბავშვებო, დღეს განსაკუთრებული სტუმარი ყავს. ბატონი ბაკნერი ჰარვარდში, ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობდა. თუმცა, მიუხედავად საუცხოო განათლებისა, მაინც მიაჩნია, რომ ბეისბოლი ფეხბურთზე უკეთესი თამაშია. მე ვიცი, რომ ეს მიუტევებელი ცოდვაა. ამიტომ მოდით, მისი სული გადავარჩინოთ და დავამტკიცოთ, რომ ნამდვილი თამაში არის რა? ფეხბურთი. მართალია. 5-5-ზე ითამაშებთ. ბატონი ბაკნერი ორივე მხარის მეკარე იქნება. ცოტა გაუფრთხილდით, ხომ იცით ამერიკელები ფაქიზი ხალხია. ასე როგორ უნდა ვითამაშო? ყოველი მეორე ბურთი გაუშვა თუ რა? მაგაზე ნოინერვიულებ. აბა? მზად ხართ? ხოჩა, კარგია, ხოჩა. ხოჩა, კარგია, ხოჩა ბიჭებო, კარგია. ხოჩა. ხოჩა ბიჭებო, კარგი ბიჭები ხართ. ჩვენი გამოცდელი მეკარის წყალობით თამაში 10-3 დამთავრდა. ახლა წადით და ტანსაცმელი გამოიცვალეთ. სწრაფად. ნახვამდის. აი ამას ვიძახი ნამდვილ ვარჯიშს. მომატყუე არა? ეს ალბათ საბავშვო ოლიმპიური ნაკრები იყო. არა, ჩვეულებრივი ინგლისელი ბიჭები არიან. ახლა ისტორიის გაკვეთილი გვაქვს. იქნებ წამოხვიდე და ამერიკის რევოლუციაზე მოუყვე. ან რამე სხვაზე. ჩემი სპეციალობა ამერიკის ისტორია არ არის. კარგი რა, 10 წლის ბავშვები არიან, რაც გინდა ის მოუყევი. ხო, მაგრამ დღეს საღამოს შენონს უნდა შევხვდე. კარგი, ასე იყოს. მოგვიანებით ლუდი დავლიოთ. დავლიოთ. პაპში შევხვდები. კარგი. იმ პატარა ბიჭებმა გადამრიეს. ჩაწოდებაც მაგარი ქონდა და კარგადაც დარბოდნენ. აბა რა გეგონა ძმაო? მე ვავარჯიშებ. ის პატარა მაინც ნამდვილი ვეთქვია. არა, ჭორფლიანი ყველას ჯობია. როგორც იქნა დალია.
ამას ვიხედავ. მომყალით თუ ეს ჩემი მეგობარი ბოუერი არ იყოს. მაგაც, ხომ კარგად ხარ? გეტყობა მართლა მაგარი ჯიგარი გაქვს. აქეთ სანაპიროზე გადმოსვლა რომ გაბედე. ხომ იცი აქ ბევრია ისეთი დედას რომ სიამოვნებით გიტირებს. მარტო 4 აქვე დგანან. მაგის დედაც. მოდი ბო, მითხარი რა ხდება? გავიგე თქვენი ფირმა ინტერნაციონალური ხდებაო. მართალია? რომ გეკითხები, მიპასუხე ნაბიჯვარო. რაჭორები დადის თითქოს ფირმაში ვიღაც ამერიკელი გყავთ. მართალია? მითხარი. ეგ დროებითია. დროებითი არა? იქნებ ცოტა ხმას დაუწიოთ, მე კაც ველაპარაკები. თქვენი დედაც. გასაგებია? ნუ გავაღიზიანებთ. ასე, ერთი პატარა ბოუერ შეხედეთ. როგორ გაზრდილ ხარ. ის მეორე ქალაჩუნა როგორ არის ის? პიტი, პიტი. სახლში ის არა? ვატყობ ძალიან უნდა მაიორს გაუტონდეს. მე მგონი მის გატოლებას შენ ცდილობ. მაშინ შენი დროც რომ იყო. გულად იყოფილ ხარ, ხომ იცი? ერთი მითხარი, ბო. შენ მილუელში მოხვედი. მარტო მოხვედი? ერთი წუთით, ბო. Hello. გამარჯობა. I'm Tommy. მე ტომი ვარ. ტომი ჰეჩერი. Yeah, I know. ო, ვიცი. Oh, you know. იცი არა? Well, now you see that. სხვათა შორის ეს ცუდია. ძალიან ცუდი. Because now you იმიტომ რომ თავს ვეღარ გაიმართლებ, ეგ შენი ბოზი რომ ვერ გააჩუმე. რა თქვით? ჯორჯ ამის ნებას როგორ აძლევ? ჯორჯ. გასაკ შემოვედი, მას შემდეგ ამ ქალზენა არ გაუჩერებია მაგის დედაც. Now, can I recommend ახლა გირჩევ მოვაკეტინე, რომ საუბრიც გაგრძელება შევძლო. ერთ დროს სახელგანთქმული ჯეისი და სტუმარი მეწვია. მინდა მას ვესაუბრო, გასაგებია? როგორ მიბედა? მერტო. შენი დედაც ხედავ, ვერ გაიგო. გალიგოდეს ხელას აჩუმებს. საკმარისია. რა არის საკმარისი? ეს მარტო მე ვიცი, როდის არის საკმარისი, გასაგებია? Tommy, ტომი. the package called the ამ ბებერმა პაკისტანელმა პოლიციას დაურეკა. Tommy, we must. მოდი დავახვიოთ, ტომი. I'll see you again. კიდევ გნახავ, ბო. Soon, Bob. კიდევ გნახავ. არა მგონია ხოლს აღამონდე დავრუნდე. ხილად იყავი და არ დაგავიწყდეს რომ მარცხენა მოძრაობაა. გონი ნერვიულობ. ნერვიულობ? არა. აბა რაზე ფიქრობ? გირჩევ დაიმახსოვრე. იცი მთავარი რა არის? ერთიანობა. რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. Aye. Oh, mate, you alright? აი სათყოფილ ხართ. სალამი, გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. გამარჯობა მეთ. ბოუერი სად არის? Where's Bob? სად არის? Fuck knows. ეს შმაკმა იცის. თელი კვირა ტვინი წაიღო. ალბათ მატჩის წინა სტრესი აქვს. მატჩის წინა? ცოტა არ იყოს უცნაურია. Come on, Peter. წავიდეთ პიტ. მატარებელი 5 წუთში მოვა. ო, 1 წუთით. ტელეფონი გათიშული აქვს. დაუჯერებელია, მაინც და მაინც ახლა დაიკარგა. ხო, ალბათ მომზადებული დაგვხვდებია. მას შემდეგ რაც შარშან მაგათ მეთაურს დამართე. შარშან რა მოხდა? ცოტა ზედმეტი მომივიდა. ცოტა? დეივი სად არის? იცი რამე? შენ? ყველა ახლა დაიკარგა. მე წამოვალ.
არა ძმაო. რატომ? წამოვალ. მარტო აიქთან და სულთან ერთად ხომ არ წახვალ. არ გეწყინოს, მაგრამ იქ შენი თავი არ გვექნება. გასაგებია? ახლა დაახვიე. მერე დაგირეკავ. So how many reds you reckon we're going to turn up today? პიტ, დაიჯერე. კარგია. Oi! ბიჭებო, What, lads? მოხვედით? Bother? ბოუერ. ავტოსადგომზე რატომ არ მოხვედი? გადავწყვიტე აქ დაგლოდებოდი. Look, Bob, you want to ისმინე play for ბოუერ. Wick, that's fine. თუ გახურება გინდა ეგრე იყოს, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის, გასაგებია? დღეს სხვა საქმე გვაქვს გასაკეთებელი. Keith? აბა ბიჭებო, წავედით. Savage! წავედით. No, I'm not lending you any more fucking money. Fuck, I don't owe you anything. მეტი ფულის ესქებას არ ვაპირებ, შენი ფული არავის შეიძლება. თუ თამაშობ, ითამაშეთ. თამაშო პაპარაშვებით. მოიცათ, ეს რა ჯანდაბაა? What are you doing? აქ რასაკეთებ? I thought it was just the three of you. მეგონა მარტო სამნი იყავით. გული ამიჩუღდა. So what, this მოილაპარაკეთ, არა? I ain't going in ამ პედარასთან ერთად წამოსვლას არ ვაპირებ. Sit down, mate. დაჯექი მეგობარა. Come on, get on with it, guys. What you want to do? He's here now. We've done. No, I don't think of any football. Think of any ugly fucking football. Yeah, no, he's not really. Dave, where დეივ, are you? სათხარ. Yeah, sorry, miss you, pal. სადგურზე ვერ მოგისალით, რა მოხდა? ფრენა გადაიდო. სათხარ, მე უკვე აქ ვარ. What, Manchester? სად, მანჩესტერში? ხო, It's like 40 იქნებიან. waiting there, all getting very ჩიფებს fucking ყრია. excited. So, listen, მოусმინე. Bob. ბოუ. ამის დედაც. Do you hear that? გესმით? ხო, მესმის. Wait, wait. თქვენ გელოდებიან. Don't go აჯობებს into დარჩეთ. Manchester, do you hear me? All right, nice. ეგ აღარ გამოვა. რამე მოიფიქრეთ. We off. გონი გავიჟიმეთ. What's happening? რა ხდება? Waiting for us. სადგურზე გველოდებიან. What, they know we're on? რატომ? იციან რომ მივდივართ? ხო, ალბათ ვიღაცამ ჩაგუშვა. რამდენია? 40, 40-50. Can we just get off at the next სხვა სადგურზე რომ ჩამოვიდეთ? არა, ეს ნაგავი ექსპრესი მანჩესტერამდე არ საჭირდება. Right, bruv. ასეა ხომ? Come on, boy. წავედით ბიჭებო. Don't show up ახლა now. თუ დავიმალეთ, თავს ვეღარასოდი გამოვყოთ. Go get that station first. წავედით. ამის დედა სადგურზე პირველები უნდა მივიდეთ. გაგიჟდი? გაგისთვის არ გამოვიქეცით? მოკეტე. საერთოდ შენ აქ რა გინდა? თავარი სწორედ ეგ არის. შეეშვი. I call Dave, tell him what's happening. კარგი. აი, დეივს დაურეკე და უთხარი მანჩესტერიდან 12 კილომეტრზე ვარ. სასწრაფოდ ორი ტაქსი გჭირდება. Fuck! Where's all the ამის fucking დედაც. cabs? სადაა ამდენი ხანი? Pete, პიტ, I got an idea. ერთი აზრი მომივიდა. Oh, I told you to კითხეს shut მოკეტეო. up. Fuck. წადი შენი ბოუე. ახლავე მორჩი. Fucking cut it მორჩი. out. What is it? რა აზრი? MP, MM5 ვარ. მიიღე შეტყობინება. სად ჯანდაბაში არიან? მატარებელი 10 წუთის წინ უნდა მოსულიყო. საწავლენ, მალე აქ იქნებიან. სად იყავით ბიჭებო? გახსოვდეთ. იმ ნაბიჯვარ დონემს ნაიჯელი მოულის. ეგ ჩემი ლუკმა. რა ჯანდაბა ხდება? Sorry, guys. ბოდიში We're with ბიჭებო. Paramount Pictures პარამაუნტიდან shooting ვართ. the Grant ჰიუ film. გრანტის მონაწილეობით ფილმს ვიღებთ. აპარატურა მოგაქვს. ჰიუ გრანტი? ქალიც გეყოლებათ. Cameron Diaz, I ალბათ think. კამერონ დიასი. მაგარი ხალია. All right, lads. აბა ბიჭებო, გავატაროთ. Thanks. მადლობთ. Give me 30 seconds. 30 წამი დაგველოდი და მერე წადი.
ესეც სახელგანთქმული GAC. ესეც სახელგანთქმული GAC. იმ დღეს მანჩესტერში შეიძლებოდა ყველანი დავხვეწილიყავით. ეს ყველა მიცოდა ჩვენს გარდა. მოგვიანებით აიკმა თქვა, რომ ეს ამბავი ინგლისში უფრო სწრაფად გავრცელდა, ვიდრე ლედი დისციპლინი. GAC-ის დიდება დაუბრუნდა. მოულოდნელად ლონდონის ყველაზე სახელგანთქმული მოჩხუბარი აღმოჩნდა. ქალაქში ყველა მცნობდა. ჩემს აქცენტს რომ გაიგონებდნენ, მეკითხებოდნენ, შენ ხარ ის ამერიკელიო? თავარი კი იცით რა არის? არა ის რომ მეგობრების გვერდით ხარ. არამედ ის რომ შენს გვერდით მეგობრები არიან. ამას მე ვიხდი. საფრთხის პირისპირ ასიახლო ჯერ არ მდგარ ვარ. მაგრამ თავი ასე უსაფრთხოდ, ასე თავდაჯერებულად არასოდეს მიგრძნია. ეს უკვე გარეგნულადაც დამერყვა. რაც შეეხება ძალადობას, უნდა ვაღიარო, რომ შევეჩვიე. როდესაც ერთი-ორი მაგარი მუშტი მოგხვდება და ხვდები, რომ შუშის არ ყოფილ ხარ, მერე თავი ცოცხალი აღარ გონია, თუ ზღვარამდე არ მიხვედი. აბა რისი თქმა? შენი დისგან უნდა გამეგო, რომ გაგრიცხეს. რატომ არ დამირეკე? დაგირეკე. ავტომოპასუხე იყო ჩართული. შეტყობინება უნდა დაგეტოვებინა. ავტომოპასუხესთან საუბარი მომეზრდა. იცი რა? მოდი თავი დამანებე. მეტ მოიცადე. შენელმა მითხრა, რომ სხვისი ბრალი იყო. მართალია? ხო, თუ ასია, რატომ არ დამიკავშირდი? თუ ასია? მაგით რისი თქმა გინდა? იმის, რომ ეს უცნაურია. ამბობ, რომ რაღაც დაგაბრალეს და მამაშენს არც კი ურეკავ. თუ უდანაშაულო იყავი, ამას ერთად დავამტკიცებდით. თუ უდანაშაულო ვიყავი? ხო, თუ უდანაშაულო იყავი, დახმარება რატომ არ გთხოვე? მართლა გონია, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობ. მე ეს არ ვიცი. ხო, მაგრამ რას ფიქრობ? არ ვიცი. სწორედ მაგიტომ არ დაგირეკე. რა თქმა უნდა, ისიც არ იცი რა იფიქრო. შენ ჩემზე საერთოდ არაფერი იცი. და ამიტომ ინგლისში წამოხვედი? ხო. კარგი, ახლა რა საპირე? რა უნდა ქნა? არ მესმის რა გინდა? კითხვა უკვე დაგისვი, მისმინე კარგ. თუ მართლა გონია, რომ გულს გადაგიშლი. ახლა მოხვედი და გადაწყვიტე ისევ მამობანა ითამაშო? მისმინე. ლონდონ ტაიმსში უნდა მივიდე. რა მომაბეზრებელი ხარ. მინდოდა შენთვის ვიღაც გამეცნო. 5 წლის აღარ ვარ. მორჩი ასეთ ლაპარაკს. ძველი მეგობარია. ტრიბიუნში ერთად მუშაობდით. გონია გაზეთის რედაქტორს თუ გამაცნობ, ისევ ძველი ცხოვრება დამიბრუნდება? უბრალოდ ერთად ვისადილებდით. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშების მეოთხე ფინალური მატჩების კენჭისყრაზე. დღეს ჩვენთან არიან ლეგენდარული ფრენკ მაჩაველი და ჩვენი მთავარი სპონსორი ბატონი ბილ პიტერსი. წესის მიხედვით პირველი ნომერი მასპინძელ გუნდს ეკუთვნის. ფრენკ, დაიწყეთ. ნომერი 2. კარდიფ სიტი ეთამაშება ნომერი 3. ნომერ 3-ს ლივერპულს. არის. ჩუმად. ნომერი 7. ნომერი 7 ეთამაშება ნომერი 6. ნომერი 6 ნიუკასლ იუნაიტედს. ნომერი 8. ვესტ ჰემ იუნაიტედი ეთამაშება ნომერი 5. ნომერი 5 მილუოლს. ამის დედაც არის მაგარია. გაარტყა. ძალიან მაგარია. მორჩა ბო, გამოვიჭირეთ. დედას უდირეთ.
ვერ წარმოიდგინე ამ წუთში Times-ის რედაქციაში ვინ შევიდა. I've just seen walk into the Times. რა? ვინ? A little young. ჩვენი ამერიკელი ძმაკაცი. Fucking ვიცოდი მაგის დედავატირე. ain't dodgy. ვიცოდი რომ ეგ ნაბიჯვარი რაღაცას მალავდა. Yeah, mate, sly. ასე გამოდის. Yeah, I tell you what. იცი რა? სამსახურის მერე გამომიარე. შევთანხმდით სამსახურის მერე გნახავ. კარგად. ხომ იცი რომ შენი და შენზე ძალიან ნერვი უყურს. ამბობს ქუჩის ბიჭებთან მეგობრობსო. რა ქუჩის ბიჭები, მამა, ისინი ჩემი მეგობრები არიან. კარგი, იმედია ამ ამბავზე წერ მაინც. ამ ამბავზე? არა. მისმინე მეტ. I want you. მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე. რა თქვი? You may not trust. შეიძლება როგორც მამას არ მენდობი, მაგრამ Fellow journalist. როგორც გამოცდილი ჟურნალისტი გეტყვი რომ ერთადერთი რაც ადამიანს გააჩნია მისი სახელია. ჰარვარდში უნდა დაბრუნდე და სახელი აღიდგინო. We can მე დაგეხმარება. together. Forget it, Dad. ამაზე არ ციფიქრო, მამა. I'm not going. სახლში არ წამოვალ. Look, მისმინე. if it makes you თუ feel ამით თავს უკეთ იგრძნობ, I am keeping. გეტყვი რომ დღიურს ისე ვაწარმოებ. It's one thing you ხომ can't მითხარი marry რომ her ეს სულ უნდა აკეთო? I knew that. ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. Just making sure. დარწმუნებული ვიყავი. Hey, Steve. გამარჯობა, სტივ. How you doing? როგორ ხართ? მიხარია რომ ხედავთ. მეც მიხარია. მე გამარჯობა. ტანზე გამოვიწყდი. რეისი რომელ საათზეა? მაღაზიაზე ნოიდარდებ ნახევარ საათში ტაქსი მომაკითხავს. ასე რომ ჩემ შვილის შულს უნდა My დავემშვიდობა. grandson anyway. I gotta take მეც off. უნდა წავიდე, მამა. Oh. Okay, man. კარგი მეტ. Look, I know მისმინე. things have not been. ვიცი რომ ისეთ ყურადღებას ვერ გაქცევდი, როგორც Great to see you. გამიხარდა რომ გნახე. How you doing? როგორ ხარ? კარგად. So you be celebrating. კენჭისყრის შედეგები ბიჭებთან ერთად უნდა აღნიშნო? Draw, wait. კენჭისყრა? ვის ხვდებით? არ იცი? არა. Oh, come on. კარგი, რა სტივ, მითხარი. No, what? ილოულს. მის მოედანზე. Hey, gorgeous. სალამი ლამაზო. You okay? კარგად ხარ? ხო, Yeah, I was just watching my dad. ვუყურებდი როგორ ეთამაშებოდა ბენს მამაჩემი. It's already a უკეთესი ბაბუა გამოდგა ვიდრე მამა იყო. You know, he's მე კი მგონია ჟურნალისტის კვალობაზე საკმაოდ კარგი ყმაწვილია. bloody journey. So he was an ესე იგი arsehole. პატარები რომ იყავით, საზღარი ტიპი იყო. Guess that's why Nick მაგის სკოლას ამიტომ არ გაყევით? What do you mean? რას გულისხმობ? You know, მისი პროფესია რომ არ აირჩიეთ. footsteps. What are you talking რას ამბობ? მეთმა აერჩია. რა თქვი? about? That was always a მეთი ყოველთვის უფრო მეტად იყო მოხიბლული ჩვენი მოუხელთებელი მამით ვიდრე მე. than I was. Sean, what do you კარგად ამიხსენი. რა აირჩია მეთმა? That's what Matt said. ჰარვარდში ჟურნალისტიკას სწავლობდა. He was a journalist. ეს მისი სპეციალობაა. I just იმედი მაქვს, really hope, ისევ დააბრუნებენ. you know, ოღონდ ამისთვის შენ ძმას უნდა ჩამოშორდეს. ესე იგი ამერიკელია და თანაც შენიღბული ჟურნალისტი. Looks like we'll have to. გამოდის რომ მაგ ყმაწვილს ორმაგად უნდა ვაზღვევინოთ. apple pie, dropped in a culture of an eye for an eye. We're up for combat and beyond that. Sky News at 10 are beyond that. სტივ, აქ რა გინდა? გამოდი ვილაპარაკოთ. რა მოხდა? შენონი ხო კარგად არის? კი, შენონი კარგად არის. Why didn't you tell რატომ არაფერი მითხარი? რა? სტივ დონემი მოვიდა. რატომ არ მითხარი რომ ჟურნალისტი ხარ? იმიტომ რომ არ ვარ. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ზოგიერთებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? Listen to me. კარგად მომისმინე. I like you, but you have კარგი no ბიჭი ხარ, მაგრამ idea ცუდად what იქცევი. it means. Now I've got to ახლა tell ბიჭებსაც my უნდა brother, უთხრა but რომ he's მათი no ახალი best mate, მეგობარი he's ჟურნალისტია. So me and you. ამიტომ მე და შენ გარეთ უნდა გავიდეთ. Charged! მივესალმოთ. Stevie Dunham. ამდენი წლის შემდეგ აქ სტივი დონემა შემოაბიჯა. After all these years. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, მაიორო. Welcome home, Major.
The Major! მაიორს გაუმარჯოს. მაიორი. GSC. მოვდივარ. All right, boys. სალამი ბიჭებო. What you lot doing? რამე მოხდა? Yankee. ამერიკელი სახლშია? არა. Fuck. მაგის ჟურნალისტი დედაც. რა? სისულელია. Nah, არ არსებობს. არა, ასია. Times-ის რედაქციის წინ ჟურნალისტებთან ერთად ვნახე. ეს რას უნდა ნიშნავდეს? think about it. აბა ერთი დაფიქრდი. უცებ საიდანღაც გაჩნდა. მანამდე ცხოვრებაში ნაკაწრი არ ქონია. Snugs in nice and ფირმის tight. მეთაურს დაუახლოვდა. თანაც მითხარი Times-ის რედაქციაში რა ჯანდაბა უნდოდა. მითხარი. Nah, that means ეგ არაფერს ამტკიცებს. could be anyone. იქ ყოფნისთვის შეიძლებოდა 1000 მიზეზი ქონოდა. შეიძლებოდა, მაგრამ მაინც უნდა შევამოწმოთ. You sure there's დარწმუნებული ხარ, ბოვ? if you're coming in here like გირჩევნი არ ხდებოდა. Yeah, what you Ვიცი. son? What this is it? ეს მაგისია რა? ხო? Fuck is this? ეს რა ჯანდაბაა? Hey, keep. გით, კომპიუტერი შენიცი. ერთი ნახე რა ხდება. ეს რა არის? ამის დედაც. ჯანდაბა. Here we go. აი ნახეთ. First match. პირველი მატჩი. V Birmingham. West Ham-ი Birmingham-ი. სახლში. Brought him to the Bridget იტმა ები პაპში წამიყვანა. იქ მისი ბანდის ბიჭები გავიცანი. and introduced me to his gang. ერთი შეხედეთ თურმე ბანდაც ყოფილვართ. Gang now. განვაგრძოთ. Yeah, I'll make you go up. ბოუერი პიტის მარჯვენა ხელია. Bother his piece. კიტიკი თითქოს ბოუერის დამხმარე ძალაა. Keith, he's sort of. ახლა კმაყოფილი ხარ? You happy now? კმაყოფილი ხარ? Say nothing about me. აქ ყველაზე წერია. ჩემზე არაფერია. Where? დამელოდეთ. ჩავიცმევ. So you're the man. ესე იგი მაიორი შენ ხარ? I was the man. ვიყავი. I guess. როგორ ჩანს ზოგიერთებისთვის ისევ ვარ. ტერი ჩემი მარჯვენა ხელი იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა მეგობარო. How'd you get out of it? რატომ წახვედი? I was a crazy. მაშინ მაგარი ნაბიჯვარი ვიყავი. All I fucking care. ერთადერთი რაც მაწუხებდა ის იყო. ინგლისის სხვა ფირმებზე უკეთესი რეპუტაცია მქონოდა. ალბათ მილუოლის ამბები გაგონილი გექნება. Last match I went. უკანასკნელი მატჩი, სადაც წავედი, მილუოლსა და ვესტენს შორის იყო. I mean, ეს 110 წლის წინ მოხდა. oh yeah. ამ თამაშს მთელი წელი ველოდით. Millwall. Yeah. მილუოლში წავედით. ისინი ბევრად მეტნი იყვნენ. Outnumbered. თავიდანვე საშინლად ნერვიულობდით. Wired from the start. That's something. მაშინ მათი მეთაური ტომი ჰეჩერი იყო. სტადიონზე თავისი 12 წლის ბიჭი მოყავდა ხოლმე. Always banging. სულ იმას გაიძახო და ნამდვილ ვეფხოთ უნდა გავზარდოა. But we lost. მოკლედ ის თამაში 3-0 წავაგეთ. And those იმ Millwall ნაბიჯვრებმა boys დაცინვა loved დაგვიწყეს. us. And I just. გავცობდი. I mean, ამის მოთმენა არ შემეძლო გესმის? so I assembled all our. ჩვენი troops ბიჭები and შევკრიბე და გავეკიდეთ. I saw that. დავინახე როგორ წაიქცა ტომის შვილი. And I saw his. დავინახე როგორ გადათელեց გამხეცებულმა მოჩხუბრებმა. The GSE. I never went to. ამის შემდეგ ფეხბურთის გაგონებაც აღარ მინდოდა. I left the main. მაიორობას თავი დავანებე. მერე შენს დასშევხვდი. And that's when I met you. შენი და ანგელოზად მომევლინა. She was my angel. სიცოცხლე შემინარჩუნა. Really saved me. Showed me a new წარსულის დავიწყებაში და ახალი ცხოვრების დაწყებაში დამეხმარა. life. She swore მაგრამ დაიფიცა, she'd leave რომ თუ ძველ ამბებს დაუბრუნდები,
მაშინ მე მიმატოვებს. ხოდა როცა ვხედავ რომ ეს ყველაფერი ისევ მიბრუნდება, როცა თამაშის დღეს სტადიონების გუგუნი მესმის, გრძნობ, თავს ვეღარ ვიკავებ. რაღაც იქით მეკაჩება. ამაზე ბევრს ვფიქრობ. გრძნობ, შეიძლება ვეღარ გაუძლო და ისევ დავბრუნდე. მხოლოდ შენონი და ბენი მაკავებენ. ისინი მახსენებენ რომ ცხოვრებაში სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაც არსებობს. ყველაფერი კარგად ჩაინიშნე? ხომ არაფერი გამოგჩა, რა თქვი? წადი შედამპალო ჟურნალისტო. რისთვის მოხვედი? შენი ღმული ჟურნალისტია. არაფერი წამოგწდეს. გეკითხები რისთვის მოხვედი? რა? შენ რა? უკვე იცი? მე მხოლოდ ის ვიცი რომ ჰარვარდში ჟურნალისტიკას სწავლობდა, მაგრამ უკვე თავი დაანება. მაგის ჩანაწერები ვნახეთ. ჩვენზე ყველაფერი ჩაწერილი აქვს. ეს მხოლოდ ღიურია. ნედმა თაიმსთან დაგინახა, სხვა ჟურნალისტებთან ერთად. მამა ჩემი იყო. ხომ იცი რომ ჟურნალისტია? მამამისი დამპალი ჟურნალისტია და შენ ეს იცოდი? ეს არაფერს ნიშნავს, ბო. რას ამბობ? ეს ჟურნალისტობას სწავლობს. მამამისი ჟურნალისტია, მეტი რაღა გინდა? შემოძრომაში დაეხმარე? რა შემოძრომა? ხმა გაიკმინდე. არ მაინტერესებს ვინ არის ან რას აკეთებს, მაგრამ აქ ახლა ჩხუბი არ იქნება. მითხარი ერთი რა გემართება? ყველა შაშვებას აპირებ, შენ კიდევ გინდა დავჯდე და უყუროთ? მისმინე სტივ. შენ ხომ მაიორი ხარ? ეს ფირმა შენ გააკეთე. ყველა ბიჭის სახელით შემიძლია გითხრა რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე ძნელი შეტაკება გვენის. შენი ძმა კიდევ სისუსტეს იჩენს. GSC ახლა პიტის ფირმა. გასაგებია? ყველაფერს ისწვეთს. წადი თქვენი. GSC-ის ნაბიჯვრებო. გამატარეთ თქვენი დედაც. სახე მოიბანე. ტომი. ესე იგი შეგვიძლია ამ ნაბიჯვრებს საბოლოოდ მოუხაზოთ, არა? მილუოლი. ამ დამპალს აქ რა უნდა? გაწნარდი მათი. დაჯექი. რაც გითხარით ის გააკეთეთ. წადი შენი. პოუერ. გონი ხვდები რომ ეს შეხვედრები უნდა დამთავრდეს. ხალხი ლაპარაკს დაიწყებს. გამაგებინა, ასე გვიან აქ რატომ მოხვედი? ახლა იქ უნდა იყო და შენს მაკაცებთან ერთად უნდა გვაგინებდე. რა იყო? ხომ არ წაეჭვლა? საერთოდ რა გინდა, ბო? რა გინდა თქვი? ის ნაბიჯვარი ამერიკელი თურმე ჟურნალისტი ყოფილა. ახლა ები პაპშია. ვინმემ კარგად უნდა შეახუროს. ყველას თავის ჭკუაზე ატარებს. რატომ გონია რომ ეს მე უნდა გავაკეთო? მაიორიც იქ არის. სტივ დონემი იქ არის? მადლობ პიტ, მოკეთე. ისტორიის სტუდენტი. ვინ ჯანდაბა ხარ? ძალიან წუხარ რომ მოგატყვე. ისტორიას არ ვსწავლობ, მაგრამ არ ჟურნალისტი ვარ. მაშინ ამიხსენი მე. ჩვენზე რატომ წერ? ეს ჩემი დღიურია. ამას ყოველთვის ვაკეთებდი. თაიმში მუშაობ თუ არა? არა. მართალს გეუბნები. უნდა დამიჯერო, პიტ. ძალიან ცუდ დღეში ჩამაგდე. ბიჭები თუ ვერ დავარწმუნე რომ მათი მეთაური ვიღაც დამპალ ამერიკელ ჟურნალისტს არ მოუსყიდია. GSC-ის საქმე დამთავრებულია. გასაგებია? ახლა გარეთ უნდა გავიდე. და ყველას ვუთხრა რომ ბოუერი შეცდა. და შენ ჩვენიანი ხარ. ილოცე რომ ამაში არ ვწდებოდე.
კიდევ რამის თქმა გინდა? მისმინე, ტომ. ხო, ყველაფერი ისე უნდა მოხდეს. ეგ შენი საქმე აღარ არის, პატარა. გამყიდველი. Grass. ჯანდაბა. ბოუერის სისულელე მკინაღამ დაგშალა. მაიორო, გთხოვ დაგვიხმარე. კიდევ ერთხელ. არ დაგეხმარებით. ჩემს ცოლს და შვილს პირობა მივეცი. გასაგებია? სიტყვა უნდა შევასრულო. იცით, მოვიდა დრო, როცა მთავარია საკუთარი რეპუტაცია ოჯახში დაიცვა. გამარჯობა, ბიჭებო. Pete, გეყო, წამოდი. Terry. Fuck off! მომშორდი. Terry. Who's back in the fucking ამას შეხედეთ. ამდენი წლის შემდეგ ვინ გამოგვეცხადა? Tommy. კომიცია ყველაფერს თავი დავანებე. პენსიაზე გახვედი არა? ამერიკელი ცოლი მოიყვანე არა? ახლა საკუთარი ვაჟი ყავს არა? მისმინე. ერთ დროს ვაჟი მეც მყავდა. ხომ გახსოვს? გითხარი, ხომ გახსოვს? ძალიან ნანო. უკვე გვიანია. არა. ამაღამ მოკვდები და ამის შემდეგ ბარი-ბარში ვიყიდეთ. მორჩა, მივდივართ. Pete, აქეთ მეგობარო, ჩქარა. ბოუე, ეს რა ჯანდაბაქენი. მანქანა მოიყვანე. ჩქარა ჩასვი, ჩქარა. გაინძერით ამის დედაც. ჩქარა ჩასვით. წავედით, სწრაფად. ზიდან ჩამოგვეცალეთ. დაგვეხმარეთ. დაჭრილია, ჩქარა, დაგვეხმარეთ. ჩქარა. რა თქვა? გამოძვრება. მეგობრის ნდობა არა? ყოველთვის მეუბნებოდი, რომ მეგობრის ნდობა ჩემი სისუსტე იყო. მეგობრებს ძალიან ვენდობი. ამერიკასაც ძალიან ვენდობი. შენ კი სიმართლის დამტკიცებას ასიაპირებდი, ბოვ?
ხალატით? ტომი ჰეჩერს მოურიგდი. რომ მაიორი მოეკლა? ჩემი საკუთარი ძმა მოეკლა? ტომის თვითონ მოკლა. ოღონდ მითხარი და ამას გავაკეთებ. ამისთვის შენ არ მჭირდები. საერთოდ აღარაფერში მჭირდები. აქედან დამეკარგე. შენონ. ავადმყოფო. ძალიან წოხარ. I'm so sorry. მაპატიე. I know. ვიცი. ექიმმა თქვა გამოკეთდებაო. თქვა ცოტა დრო დასჭირდებაო. ჩვენ ხვალ მივემგზავრებით. ახლა აქ დარჩენა უკვე საშიშია. როგორ არის? გამოწვრა. So now, რასაპირებ? You let Tommy know. ტომის გადაეცი რომ ხვალ მინდა ვნახო. Tomorrow. all right. კარგი. We finish this one. ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი უნდა დაესვას. Somewhere quiet. სადმე წყნარ ადგილზე. პოლიციისგან Your შორს. mate still runs security აი, training. ისევ დაცვაში მუშაობ? ხო. Gals. კარგია. ამას შენ მოაგვარებ. რა თქმა უნდა. წავედით. რა ხდება? მე და ბენი ბოსტონში მიფრინებთ. You can't ნუ leave. მიატოვებ შენან. He was trying to protect us. You პირის can't ჩვენი do this დაცვა to me, უნდა და Shannon. ამას ვერ იზამ. იზამს. She has to. უნდა გააკეთოს. So she. შენც იგივე უნდა გააკეთო. I'm going with მე ხოლ შენთან ერთად მოვდივარ. Jesus ღმერთო ჩემო. They crash out. ჩვენი პაბი დაანგრიეს. They put your brother in შენი the ძმა hospital. საავადმყოფოში გაუშვეს. შენ უკვე აღარ გიხება. fuck are you რას ქვია აღარ talking about? მეხება? I've got just as აქ much მეც at ისევე stake ვარ here as გარეული you do. როგორც შენ. Listen to me. მისმინე მეგობარო. It's time to დროა go. სახლში წახვიდე. I don't know where my უკვე home აღარ is ვიცი სად არის anymore. ჩემი სახლი. I think we both know. მე where მგონი we're going. ორივემ ვიცით სად არ არის. Mate, this is my. ეს ჩემი ბრძოლაა. It's my brother. ჩემი ბრძოლა მეგობარო. I'll take. საავადმყოფოში ჩემი ძმა წევს. ხვალ ტომის მე მივხედავ.
Go on. შენ სახლში დადი. მე ვბერავ ლამაზ გუშტებს. ოცნების ლამაზ გუშტებს. ისინი ფრენენ მაღლა. წოდებიან ლამაზ ღრუბლებს. ჩემი ოცნებაც მე მგონი სწორად იქცევი მეტ. Yeah. ხო. როცა დაბრუნდები, არავინ დაინტერესდება აქ რას აკეთებდი. ხო მიცი. ტაქსის გამოვიძახებ. Where's Matt? მეტი სად არის? სახლში ბრუნდება. Come on. წავედით. Charlie 27, MP, CP 501 at Brixton Road. Disturbance, second southeast AM. Copy Charlie 27, push you back in. ტაქსი უკვე მოდის. მეტ.
Matt. In the far away fires where the hills forever burn, at the feet of our heroes we try hard to learn, but the lesson is lost there. The smoke and the mud that we are one flesh, one breath, one life, one blood. I stood by the river that ran red with shame. I stood in the killing fields where death has no name. I stood with my brothers and awaited flood, and we were one flesh, one breath, one life, one blood. Then I fell to the ground, tasting ashes on my tongue, thinking that only the dead are forever young. There is peace in the twilight. როგორც იქნა ერთ-ერთი დონემი ჩემი შვილის დაღუპვისთვის პასუხს აგებს. Was a world without danger, a world without war. Now my ball. რაოც მაგას მაგარ მუშტიკებს ვერ გამოაკლდი არა? ხომ მიცნობთ? If it would do any good, 'cause we are one flesh, one breath, one life, one love. შენონ, გაჩერდი შენონ. შენონ. Don't be a fucking idiot! Get away from me! გაჩერდი შენონ. Janet, stop! შენონ მანდიყავი. Janet! Matt. გაჩერდი შენონ. გასაკეთე. Matt. ამის დედა ტომი. ეს ტიუდონემი სოლია. ტომი თუ მანქანამდე მიაღწია, იცი რას იზამს? ნამდვილი ცხოველია. გამარჯობა საყვარელო. Matt. აქ მოდი შეწაკლა. პანჯერას რას იფარებს შენი დედაც.
Are you okay? როგორ ხარ? Is Ben okay? ბენი როგორ არის? მეტ. ვინც გამოგირეცხავ შედამპალო ამერიკელო. ო, კიდე დანაშაული გამოიწყიდა. ჩემი ძმის ოჯახი აქედან გაიყვანე. ტომი, ესე იგი ჩემთან ყველაფერი მოამთავრე? შენი საქმე ისედაც დამთავრებულია. ამას ჩემი ბიჭები გააკეთებენ. შენი შვილი ჩვენ არ მოგიკლავს, ტომი. თვითონ მოკალი. შენ უნდა დაგეცვა. ის შენი შვილი იყო. ჩემი შვილის ხსენებასაც ბედავ ნაბიჯვარო. ის შენი შვილი იყო. მანქანაში ჩაჯექი. ჩაჯექი ამოხერ მანქანაში. ცოტა მოგრძალება მაინც იქონიეთ. სახეს სულ დაჩეჩქვილი ქონდა. ამას არასოდეს გაპატიებ. მე ვიცი რაც დავაშავე. თავს არ ვიმართლებ. მაგრამ ჩემი შვილი აღარ არის. ჩემი შვილი მოკვდა. მოკვდა, გესმით? ხელი გამიშვით. გამიშვით. მიშველე, დამეხმარეთ. ბით. პიტონემის ცხოვრება მასწავლა რომ დგება წამი, როდესაც უკან არ უნდა დაიხია. მისმა სიკვდილმა კი დამანახა რომ დგება დრო, როდესაც უნდა წახვიდე. მადლობა ვეღარ ვუთხარი, მაგრამ მის გაკვეთილს არასოდეს დავევიწყებ. ეს მეტია. თანამდებობას გილოცა ვან ჰოლდენ. ანას გაურება კარგი გექნება. დარწმუნებული ვარ მამა შენის არჩევას ამასთან კავშირი არ აქვს. ამით რისი თქმა გინდა ტოდ? ბატონებო, ცოტა ხნით ისე უნდა დაგხტობოთ და ამ რესტორნის შესანიშნავ ტუალეტში გავისეირნო. იღბლიანი ნაბიჯვარი. რა ხდება? მეტ პაგნერ? შენ ხარ?
ღმერთო, რას გავხარ? Shit. კარს არ დახურავ? You said you'd hook me up. ხომ მითხარი დაგეხმარებიო? რა? I took the fall for you. ჰარვარდში შენი ნარკოტიკები მე რომ მომაწევეს. მაშინ დაპირდი. ალბათ მეხუმრები. They were your drugs. ის ხომ შენი ნარკოტიკი იყო? მითხარი მე მეტი მოხდა საკარგია. კარგი. Yes. კარგი. I would. გითხარი რომ მე დაგეხმარებოდი. Jesus, man. ჩემს ოფისში დარეკე. I'm in a meeting right now. სიდნის დაელაპარაკე. Call my office. ჩემთან შეხვედრას დაგენიშნოს. To make an appointment. გასაგებია? მითხარი მე მეტი მოხს დასაკარგიო. კარგი. გითხარი რომ მე დაგეხმარებოდი. ეს რა არის? ეს ჰარვარდში დასაბრუნებელი ბილეთია. მომეცი, ამას ვერ ვიზამ. მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს. ოცნების ლამაზ ბუშტებს. ისინი ფრენენ მაღლა. წვდებიან ლამაზ ღრუბლებს. ჩემი ოცნება ცაში მიხვება ლამაზ ბუშტებს. მიწაზე არ აქვს სახლით ჩემს ოცნებებს და ბუშტებს. მე ვბერავ ლამაზ ბუშტებს. GSE Green Street-ის ელიტას გაუმარჯოს.
Get me paid.